საღამო მშვიდობის დღეს სამშაბათია და თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობს გადაცემა Art Express-ი. მე ხათუნა მანაგაძე ვარ და მიმდინარე 1 საათის განმავლობაში თქვენთან ერთად ვისაუბრებ ხელოვნების სფეროში მიმდინარე საინტერესო საკითხებზე. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი ეძღვნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან რუბრიკას ქართველი ხელოვანები უცხოეთში. ეხლა მოვისმენთ მცირე ფრაგმენტს და შემდეგ გადავალთ უკვე სტუმართან. სალომე ჟორდანიას უსმენდით. ქართველი პიანისტი სალომე ჟორდანია გვერდება ეხლა ბერლინიდან. სალომე, საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობის, ქალბატონო ხათუნა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ყოველთვის მიხარია თქვენთან, რა თქმა უნდა, საუბარი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან ერთად რო ხართ. მე ვიცი, იმ ხნის განმავლობაში რაც არ გვისაუბრია, ბევრი საინტერესო რამ დაგროვდა თქვენ შემოქმედებაში. კი, ნამდვილად რაღაც ძალიან გადატვირთული და კარგად გადატვირთული წელი მქონდა წელს. და ეს ბოლო პერიოდი განსაკუთრებულად როგორც ვიცი. კი, ახლა მქონდა, აი ბოლო 1 კვირის წინ მქონდა დიდი დებიუტი ლონდონში, კადოგან ჰოლში, სადაც ჩაიკოვსკის პირველი კონცერტი შევასრულე, შემდეგ რამდენიმე სოლო კონცერტის კონცერტების ტური მქონდა ლონდონშიც, ინგლისის სხვა ქვეყნებში და ასევე საფრანგეთში, ავსტრიაშიც და რა ვიცი, კი გადატვირთული ყავი ძალიან. მინდა დავამატო, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაც მოხდა ჩემ ბოლო პერიოდში ჩემ ცხოვრებაში იყო, რომ ჩავწერე ალბომი, სოლო ალბომი საფრანგეთში, სადაც გავხდი ამ ლეიბლის, ასე ვთქვათ, არტისტი, რაც მოიცავს, რომ მათთან რამოდენიმე დისკს ჩავწერ შემდეგი წლების განმავლობაში და ეს პირველი დისკი რაღაც განსაკუთრებულად ემოციურია ჩემთვის, იმიტომ რომ ესეთი პროგრამა ავარჩიე ლისტის, სკრიაბინის და ერთი თანამედროვე კომპოზიტორის სარაიაჰოს ნაწარმოებები, რომლებიც რაღაცა სულიერი მოგზაურობასავით არის ამ დისკის განმავლობაში და ერთი სული მაქვს, როდის გავუზიარებ ხალხს ამ რაღაცა ღრმა ისეთ ემოციურ ალბომს. და მინდა დავამატო, რომ ასევე საქართველოდანაც ძალიან კარგი ამბავი მოხდა ბოლოს, რომ შემარჩიეს Forbes-ის 30 მონაწილეს შორის, 30 გამარჯვებულს შორის, 30 წლამდე იმ ხალხის, ვინც რაღაცა გამოირჩევა და დიდ წარმატებას მიაღწიეს ბოლო წლების განმავლობაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რასაკვირველია და გილოცავთ ეს ამის შესახებ წავიკითხე თქვენი პოსტი, რომელშიც მადლობას უხდიდით სწორედ აი ამ მნიშვნელოვანი ჯილდოს გამო. დიახ, რა თქმა უნდა, რაღაც ჩემთვის, როდესაც საქართველოში რაღაცა ჩემ ქვეყანაში ჩემი შრომა ფასდება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მიხარია და განსაკუთრებით ისეთი ჟიურის წევრებისგან, რომელთაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და მათი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ახლა როგორც ქართველს ყოველთვის სადაც არ უნდა ვიყო, რაღაც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები იმას, რომ ჩემ ქვეყანას წარმოვადგენ უცხოეთში, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი შანსი, რომ ჩვენ უცხოეთს ჩემი მხრიდან ერთ-ერთი შანსია, როგორ უნდა გავაცნო და დავაინტერესო და რაღაცა ვასახელო ჩემი ქვეყანა იქაც და რა თქმა უნდა, ჩემ ქვეყანაშიც და როდესაც ჩემ ქვეყანაში ხდება ამისი აღიარება, რა თქმა უნდა, რაღაცა ძალიან ემოციურია და სასიამოვნო ჩემთვის. თქვენ ახლა იმყოფებით ბერლინში, მაგრამ საერთოდ აი სად არის თქვენი ძირითადი პლაცდარმი ამ ეტაპზე? ჩემი ძირითადი ბაზა არის ლონდონში. ლონდონში ვსწავლობდი და მე იქ რაღაცა სამუშაო ვიზით ვარ, ასე ვთქვათ, როგორც არტისტი, არტისტ ვიზა არსებობს ესეთი და იქიდან მოგზაურობ, იმიტომ რომ რაღაც ძალიან ცენტრალური
ქალაქია იმისთვის, რომ ევროპასთანაც ახლოს ვარ, ევროპაში ვარ და ასევე ამერიკასთანაც მაქვს ადვილად შეხება, იმიტომ რომ ამერიკაშიც რამოდენიმე კონცერტი მაქვს შემდეგ სეზონზე, ისეთ მნიშვნელოვანი და ძალიან მიხარია, რომ რაღაცა ორივე მხარეს შემიძლია ადვილად გადმოვიდა, იმიტომ რომ როგორც იცით, ეს ჩემი პროფესია სულ მოგზაურობასთან არის კავშირში და აი რას გამოარჩევდით ბოლო პერიოდის გარდა ლონდონის ბრიტანეთის კონცერტებისა, რა იყო მნიშვნელოვანი? რავით, მე ვფიქრობ, ეს პროფესია საერთოდ ყოველთვის რაღაცა არასდროს არ მთავრდება, სულ სწავლასთან და სულ წინსვლასთან არის, პროფესიულადაც, პირადი ზრდასთანაც კავშირშია და მინდა გამოვარჩევ ისევ ეს დისკი და რამოდენიმე პროექტიც მინდა აღვნიშნო, რაც შემდეგ წელს მელოდება, იმიტომ რომ რაღაცა ერთი სული მაქვს, რომ ამაზეც ნელ-ნელა გავაცნოს ყველაფერი პუბლიკას, რომ ორი ძალიან დიდი კონცერტი მაქვს ორკესტრთან ერთად, ამერიკაში დაგეგმილი, ერთი კალიფორნიაში, მეორე ვისკონსინის ორკესტრთან ერთად სენ-სანსი და შუმანის კონცერტებს ვასრულებ. მერე და ეხლა იგეგმება აი ამ დღეებში ჩემი დისკის გამოსვლის ტური, რომელიც ახლა ჩავწერე და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის, იმიტომ რომ ეს დისკი არ არის კონცერტი და ეს არის რაღაც სულ სხვანაირი შრომა და რავით, აი 8 საათი, 3-4 დღის განმავლობაში აი მთლიანად თელს ენერგიას და ყველანაირ მთელი სული ჩავდე, ასე ვთქვათ, ამ დისკში და ერთი სული მაქვს, როდის გავუზიარებ. საქართველოში არის პრეზენტაცია დაგეგმილი, საფრანგეთში, ინგლისში და ამერიკაშიც და ამაზე აუცილებლად გავაკეთებ მე დიდ პოსტსაც და არ თქმა უნდა თქვენთანაც სიამოვნებით დავბრუნდები, რომ სიამოვნებით დეტალურად ეს გაუზიარო და კიდევ მინდა აღვნიშნო ორი საინტერესო პროექტი, რომელიც ალბათ ზაფხულში იგეგმება. არის ერთი, რომ თუ იცით პიანისტი შორენა ცინცაბაძე მასთან ერთად და სანდრო ნებიერიძესთან ერთად ჩვენ ვაპირებთ რაღაცა კოლაბორაციას, ასე ვთქვათ, ერთ დისკზე, სადაც ყველანი ჩავწერთ თითო ქართულ კონცერტს ორკესტრთან ერთად, სადაც დირიჟორი იქნება გიორგი ჟორდანია და ეს ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ რამდენიმე კონცერტი იქიდან არასდროს არ ჩაწერილა. და ეს დისკი რაღაცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, ჩემი აზრით. და ასევე მეორე დისკი არის, რომელზეც რამოდენიმე, ალბათ ერთი 10-12 ქართველი პიანისტი ასევე ვერწყმით ერთმანეთს და ერთად ვაპირებთ, რომ თითო ან ორი პიესა ქართული კომპოზიტორების ჩავწეროთ, ქართველი კომპოზიტორების ასევე ჩავწეროთ. იქაც იქნება როგორც ძალიან ცნობილი ნაწარმოებები, როგორც ვიცით, ვთქვათ, რონდო ტოკატო, ლაღიძის და აი ისეთი ასევე ნაკლებად ცნობილი კომპოზიტორების ან ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებების ჩანაწერებიც იქნება, ცოცხალი კომპოზიტორების ასე ვთქვათ და სხვა შორის მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ქართულ მუსიკოსებზე ძალიან დიდი ინფორმაცია და ძალიან დიდი წარმატებული და ბევრი ძალიან კარგი მუსიკოსი ყავს უცხოეთში, ვინც ყველამას იცის, მაგრამ ქართულ კომპოზიტორებზე ყოველთვის არის რაღაცნაირი წყურვილი, რომ ყოველთვის აინტერესებთ, რომ აი თქვენი მუსიკა წარგვედგინეთ, თქვენი მუსიკას მოსმენა გვინდათ და არ არის საკმარისი ჩანაწერი, ანუ მხოლოდ ცოცხლად სრულდება ესენი და ძალიან საინტერესო იქნება და მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, რომ ესეთი პროექტები განხორციელდეს. ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ორივე, რაც თქვით, კონცერტების ჩაწერაც და უკვე სოლო ნაწარმოებებისაც, იმიტომ რომ მართლა არის ამის დეფიციტი და ნაკლებად გვაქვს სამწუხაროდ ასეთი ჩანაწერები და ეს მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის. და რაც შეეხება თქვენს რეპერტუარს, ხა თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ტრადიციული კლასიკური მუსიკაც არის თქვენს რეპერტუარში და არის თანამედროვე მუსიკაც, ხო? აი რამდენად ხშირად მიმართავთ თანამედროვე კომპოზიტორებს? მე პირადად აი რატომ გამოირჩევა ჩემთვის თანამედროვე კომპოზიტორი, გარდა იმისა, რომ არის ძალიან საინტერესო მუსიკა, ასევე არის ესეთი მუსიკა, რომელსაც არანაირი მოლოდინი არ აქვს პუბლიკისკენ. რაც ძალიან რაღაც დიდ თავისუფლებას გაძლევს შემსრულებელს. როდესაც ვასრულებ შოპენის ბალადას, ვიცით ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მისი შესრულება. და როდესაც ვასრულებ თანამედროვე მუსიკას, გვაქვს სრული თავისუფლება, რომ რაღაცა ჩვენი, რა თქმა უნდა, ეს ხდება ყველანაირ მუსიკაში და ეს არის ჩემი მიზანი, როგორც შემსრულებელს, რომ მე ჩემი ინტერპრეტაცია გადმოვცემ, მაგრამ თანამედროვე მუსიკაში არის ზოგჯერ არის ისეთ ნაწარმოებებს ვასრულებ, რომლის ჩანაწერი არც არსებობს. და რაღაცა ძალიან სასიამოვნო პროცესია ჩემთვის და სხვათა შორის რახან ამაზე ვლაპარაკობთ, ასევე გარდა იმისა, რომ ჩემ დისკზე არის თანამედროვე მუსიკა, ასევე მაქვს რამოდენიმე კონცერტი დაგეგმილი ინგლისში შემდეგ წელს. ერთ-ერთი ფესტივალის ფარგლებში, როდესაც მხოლოდ თანამედროვე მუსიკა სრულდება.
ხშირად დეფიციტი გვაქვს ქალი კომპოზიტორების და ძალიან სასიამოვნოა რომ ეხლანდელ მუსიკაში ბევრი ქალი კომპოზიტორია ასევე ძალიან საინტერესო და ასევე რაღაც გეგმები გვაქვს ქართულ გიორგი გულიაშვილი არსებობს ესეთი კარგი ქართველი ტენორი, მასთან ერთადაც მექნება საერთო კონცერტი, სადაც ასევე შევასრულებ თანამედროვე მუსიკასაც და ასევე ძალიან ცნობილ შუმანის, ასე ვთქვათ, სიმღერებსაც ერთად და მგონია ეხლა მიმდინარეობს მუშაობა და უკვე შექმნილია და ეს ვითარდება ქართველი ქალი კომპოზიტორების საიტი, სადაც ძალიან ბევრი უცნობი ნაწარმოებია საზოგადოებისთვის. ხო არა გაქვთ კონტაქტი ამ ვებგვერდთან და მის შემქმნელებთან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამ შეიძლება იმ გვერდზე აღმოჩნდეს. სხვა შორს სწორად აღნიშნეთ, იმიტომ რომ ის დისკზე ზუსტად მეც ქართულ ქალ კომპოზიტორების ნაწარმოებებს ჩავწერა, ასე რომ ზუსტად ეგ არის, რომ ეხლა ხდება არჩევა ჩემს მიერ, რომ ავარჩიო ესეთ ნაწარმოები, რომელზეც ყველაზე ახლოს გრძნობით პროექტთან არის და ამის მიხედვით ჩავწერ. ჩემი მიზანიც ეს იყო ზუსტად, რომ რაღაცა მივცეთ პლატფორმა ასეთ არაჩვეულებრივ კომპოზიტორებს. სალომე, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა და მინდა წარმატებები გისურვოთ, ასეთი დატვირთული და საინტერესო წელი გქონდათ და ასეთივე გელოდებათ მომავალში. აუცილებლად შევხვდებით დისკების გამოცემის შემდეგ. დიახ, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და ერთი სული მაქვს, როდის შევხვდებით ჩემს პუბლიკას და ასევე დაბრუნდებით თქვენს გადაცემაში. გმადლობთ, ჩვენი სტუმარი გახდათ პიანისტი სალომე ჟორდანია, ის ბერლინიდან გვერდთვებოდა. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას და ახლა ვისაუბრებთ საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც ბათუმელების და კინომოყვარულების და საერთოდ ყველა კინომოყვარულის საბედნიეროდ აგრძელებს არსებობას მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ბევრი წინაღობისა. ბიაფი ბათუმელებისთვის ასე საყვარელი, ბათუმელების სავიზიტო ბარათი ვიტყოდი. 13 დეკემბერს კვლავ იქნება მის გულშემატკივრებთან ერთად. ზვიად ელიზიანია ჩვენთან ერთად, უკვე აღარ ვაცხადებ, ასოცირდებით პირდაპირ ბიაფთან, აღარ ვაკონკრეტებ. რა ხდება წლევანდელ ბიაფში? დიახ, წელს არა სტანდარტულ პერიოდში გვიწევს ჩატარება, დეკემბერში ვატარებთ, გარკვეული მიზეზები აქვს ამას, რა თქმა უნდა, ბიუჯეტის სიმცირე და ასე შემდეგ. და ფორმატიც ცოტა განსხვავებულია, რახან ჩვენ არ ქონდა ესეთი საკმარისი ფინანსები, რომ შედარებით უფრო მასშტაბურად ჩაგვეტარებინა, ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ მსგავსი პრეცედენტი გვინახია სხვა ფესტივალებზე, ჩაგვეტარებინა, უფრო კინოკვირეულის ფორმატი მიგვეცა. ამას ფესტივალი არ ქვია წელს. ფესტივალის ფარგლებშია კი, უბრალოდ კონკურსი არ გვაქვს, მოკლედ რომ თქვა, საკონკურსო სექცია თავისი ჟიურით არ იქნება, მაგრამ გვექნება რამდენიმე სექციად ისევ ეს პროგრამა გაწერილი. ძალიან საინტერესო, კარგი ახალი ფილმებით, რომელიც ბევრი ასე თქვა კინომოყვარულისთვის იქნება, რა თქმა უნდა, საინტერესო. და რახან ჟიური და კონკურსი არ არის გათვალისწინებული წელს, უბრალოდ დამატებით ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ შემოგვეღო ეგეთი სხვა ფესტივალებს გააჩნიათ მსგავსი მიდგომა. ჩვენც გეგმავდით იდეაში რაღაც პერიოდში შემოგვეღო. ერთ-ერთი პრიზი არის ეგეთი აუდიტორიის პრიზი. როდესაც თავშად აუდიტორია მაყურებლები აფასებენ რომელიმე სექციის ფილმებს. თქვა ნახულობენ ფილმს და შემდეგ უკვე ფილმს რო ნახულობ, მაგალითად თქვა სხვა ფესტივალებზე როცა ყოფილ ვართ, ნახულობ, გამოდიხარ და იქ სპეციალური პატარა ფურცლებია შეფასების და მე გროვდება ეს და რომელიც უფრო მეტხმას აგროვებს, ის ფილმი არის აუდიტორიის ასე ვთქვათ არჩეული ფილმი. როგორც სრულმეტრაჟიან, ისე მოკლემეტრაჟიან ფილმებში გვექნება ეგეთი მიდგომა. ხოლო რაც შეეხება თავად პროგრამას, პროგრამა რამდენიმე სექციად გვაქვს დაყოფილი. ერთი არის Master Collection, სადაც გვაქვს ცნობილი რეჟისორების, ძალიან ისეთი საინტერესო და გახმაურებული ფილმები. 4 ფილმი იქნება აქ წარმოდგენილი, მათ შორის Tom Tykweris, ცნობილი გერმანელი რეჟისორის ფილმი, Mohamed Rasulov-ი, ირანელი რეჟისორი, ასევე Berlinale-ზე იყო წელს პრემიერა, ძალიან საინტერესო ფილმის, ცნობილი ჯაზმენის იჯარეტის ალბომის კიონ 75-ის შესახებ და ასევე კანის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი სირატი, ესპანურო-ფრანგული ფილმი. ასევე გვაქვს ცალკე სექცია, რომელსაც დავარქვით Best of Fest, საუკეთესო კოლექცია სხვა ფესტივალებიდან, სხვა ფესტივალების პრიზიული ფილმები. აქაც სადღაც 7 ფილმი არის წარმოდგენილი სხვადასხვა მიმართულების და ჟანრის. და გვაქვს ასევე სექცია ფოკუსი უკრაინაზე. ფოკუსი უკრაინა, სადაც წარმოდგენილი არის 4 ფილმი უკრაინულ თემატიკაზე, მათ შორის ერთ-ერთი
ფილმი არის 2000 მეტრი ანდრიივკამდე, რომლის რეჟისორმა შარშან აიღო დოკუმენტური კინოში ოსკარი. ისიც იგივე თემატიკაზეა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და ასევე გვაქვს ძალიან საინტერესო სექცია მოკლემეტრაჟიანი ფილმების, რომელიც გავყევით ორ ნაწილად, ანუ ერთი არის საერთაშორისო კოლექცია, ასე ვთქვათ, სადაც სხვა ცნობილი ასე ვთქვათ ფესტივალების გამარჯვებული ფილმებია, მოკლე ფილმები წარმოდგენილი და ასევე ქართული სექცია, სადაც 13-14 ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის 5 ბათუმელი რეჟისორის ფილმიც არის. ერთი აქვს ყავს ახლა. ჩვენი სტუდიის ოპერატორი. დიახ, ხო, კიდე აჭარის ტელევიზიიდან გიორგის ფილმი არის ბერიძის დოკუმენტური და ასევე ხელოვნების ინსტიტუტიდან არის 2 დათო გვიანიძის და ლინდა ჯაიანის და კიდე ერთ-ერთი ბათუმელი არის გოგონაც ჯიპაში სწავლობდა როგორც მახსოვს. ასე რომ ხა 5 ფილმი ბათუმიდან საკმაოდ სექცია ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ახალგაზრდებისთვის ეს არის შესანიშნავი საშუალება გაეცნონ უცხოური ასე ვთქვათ უცხოური სტუდენტების ნამუშევრებსაც და კარგია თქმა უნდა კარგად გამოცდილებას იძენენ გარდა იმისა რომ ახლა კითხვა რომელიც ჩდება არ დაგისრულებიათ მე მგონი ხო? არა ეს 4 ძირითადი სექცია კი წარმოდგენილი. ფილმების მოზიდვა ამ შემთხვევაში როცა ფინანსების პრობლემაა როგორ ხდება? ხო ფილმებსაც შეეხება ხო ფილმებიც საკმაოდ დრო რო გადის ემატება ლიცენზიებს საფასური არ აკლდება სამწუხაროდ. მაგალითად ფილმები საშუალოდ მიწყება 500-დან 1000 ევროს პარკლებში არის თითო ფილმის ლიცენზია და ნუ ამ მიმართულებით გვეხმარება სხვადასხვა საელჩოები წარმოადგენენ თავიანთი ქვეყნის ფილმებს, ანუ ისინი გვიკეთებენ მხარდაჭერას ამ კუთხით, ასევე რამდენიმე ფილმზე ჩვენი მეგობრების დახმარებით, უცხოელი მეგობრების დახმარებით ვაკეთებთ მოლაპარაკებას და ვახერხებთ რომ მივიღოთ ის ფილმები. და ასე რომ ვთქვა და ეს უცხოური დახმარებით და ეს ფილმების ნაწილი, პროგრამის ნაწილი, ასე თუ ისე მოგვარებული გვაქვს. რაც შეეხება კინოჩვენებებს, ნუ სად იქნება კინოჩვენებები? ხო, კინოჩვენებები შარშან პირველად ქონდა კავეაში, კავეა გრანდ მოლში. წელსაც რეაბილიტაციის პროცესში არის აპოლო, თუმცა კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ აპოლო ძალიან კარგი ლოკაციაა, ქალაქი ცენტრია. ნუ მეორე მხრივ ხა კავეა ახალი კინოთეატრია, ტექნიკურად კარგად გამართულია, როგორც ეკრანი და სხვა დანარჩენი, ასე ვთქვათ, მახასიათებლები, რაც კინოთეატრს უნდა გაქონდეს. ასე რომ ძალიან კარგი ჩვენებები არის, ხარისხის კუთხით შევხედავთ. იქნება მაინც ახლა ცოტა შორს არის ბათუმელების გაგებით. ბათუმის მასშტაბით კი, ხო, მაგრამ მეორე მხრივ ხა თუ კი თქვა და იმისაც აინტერესებს კინო და ფესტივალზე აპირებს დაესწროს ფილმებს, ნუ დღეში თქვა 2 ფილმი მინიმუმ შეიძლება მოინიშნო თქვა ან საღამოს ან დღისით და ასე რომ მთელი დღეა ჩვენებები? კი, ჩვენებები, ესე იგი ვიწყებთ 13 დეკემბერს, ან 13 დეკემბრის დღისითვე დავიწყებთ, ანუ რაღაც პირველი საათის შემდეგ. 5 სეანსი გვექნება დღეში, ანუ 12-ზე დაიწყება ზოგადად სეანსები და ბოლო სეანსი სადღაც 10:30-ისკენ იქნება ბოლო სეანსი. დაცლებას რაც შეეხება, რახან ბევრი, ასე ვთქვათ, ის არ არის ბევრი ადგილები, ამიტომ რაც ყველასათვის თანაბარი პირობები რო ყოფილიყო, უკვე რამდენიმე წელია ჩვენ შემოვიღეთ ბილეთების სისტემა, ხო, ეს ბილეთები საკმაოდ მინიმალური ფასია, სტანდარტულ ბილეთთან შედარებით, აი ბილეთის ფასი მერყეობს 3, 5, 7 ლარი, ანუ იმის მიხედვით, თქვა დღის პირველ ნახევარშია თუ საღამოს არის ეს სეანსები. იყიდება უკვე ჩაშვებული არის ტიკეტჯიზე, ანუ ვისაც აინტერესებს, კარგია თუ დროულად დაიჭერს დადარიგს და გაეცნო პროგრამას. დიახ. და ხო, დანარჩენი ახლა 4 დღე გრძელდება ხო რაც კინოსეანსებს რაც შეეხება. პროგრამას სად შეიძლება? პროგრამა უკვე ჩვენ გვიდევს, როგორც ჩვენს ვებგვერდზე, ასევე Facebook-ზე, ჩვენს Facebook გვერდზეც აქტიურად ვაშიარებთ როგორც პროგრამას, ისე საჭირო ინფორმაციებიც დევს, ასევე სექციების მიხედვით არის ანონსები, სადღაც სექციაში რა ფილმებია, თავისი ტრეილერები და მოკლე ანოტაციებით, ასევე კატალოგიც გვიდევს, ანუ შეუძლიათ გადახედონ მაყურებლებმა, თქვა და მიიღონ წინასწარ ფილმის შესახებ ინფორმაცია და ხო პრინციპში თუ რაღაც კითხვა უჩნდება, ვინმეს რაღაც ამატებით ინფორმაცია ჭირდება, ყოველთვის შეგვიძლიათ დაგვიკავშირდნენ. სტუმრებით უყავთ.
სტუმრები ახლა გამომდინარე არსებული შეზღუდული ფინანსებით ჩვენით არ დაგვიპატიჟებია, ახლა მithunez არც ჟიური და კონკურსი რა ხან არ ქონდა. დაპატიჟება უკვე სხვა მომენტია. და ამიტომ აქედან გამომდინარე, ახლა სავარაუდოდ ახლა ის რეჟისორები, რომელიც ქართულ ფილმებს წარმოადგენენ, ახლა ნაწილი შეიძლება დაესწრონ, მით უმეტეს ბათუმელები. და ეგეთი ძირითადად უფრო აი კინო ჩვენებებზე და კინოზე იქნება აქცენტი. თუმცა ეს არის მაინც ძალიან დიდი შედეგი, ასე ვთქვათ, როცა შესაძლებელია ამდენი ფილმი ნახოს. კი, თან ახლა ეს ფილმები ჩვენს არ არის ძალიან დიდი პროგრამა, მაგრამ აქედან გამომდინარე შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად რაც კი შესაძლებელი იქნებოდა საინტერესო ფილმები აგვერჩია და ეს ფილმებია, რომელიც ახლა როგორც გინ წელს გინ ნებისმიერ სხვა დროს ახლა ის ფილმები რაც ფესტივალზე გადის, როგორც წესი, ახლა მარტო ჩვენთან არ არის ეს სხვა განაწესია, ნაკლებად გადის კომერციულ კინოთეატრში, ამიტომ თუ შენ გინდა რომ ნახო კარგი კინო თან კინოთეატრში და დიდ ეკრანზე, ერთადერთი შეიძლება ითქვას საშუალებაა ფესტივალები ამისათვის. ძალიან საინტერესოა ასევე აუდიტორიის რჩეულის ფაქტორი. როგორ მოხდება მისი აღნიშვნა, თუ უბრალოდ რჩეული გახდება? აღნიშვნა როგორ ესე გეგმავთ რა, აი მსგავსი პრეზიდენტები ახლა რაც გვინახია, აი როგორც ეგანა ვახსენე რომ აი თქვა არჩევა ხდება, ნახულობ ფილმს, გამოდიხარ და შეფასების პროცესები, ეს გროვდება და თქვათ შეირჩა იმ დაგროვილი ხმებით. ეს იქნება ცალკეულ სექტორებში თუ არა, ცალკე ამგვარად სრულმეტრაჟიანი ფილმები ხოა ზოგადად. აი ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი, ვინც ყველაზე ასე ვთქვათ გამორჩეული იქნება და მოკლემეტრაჟიანი ფილმები ხო ცალკე. აქაც ცალკე მოკლემეტრაჟიანი ფილმი და მე უკვე ბოლო დღეს გამოვაცხადებ თავისთავად გამარჯვებულ ფილმს, რომელიც იქნება მაყურებლის, ასე ვთქვათ, რჩეული, მაყურებლის მიერ არჩეული. ძალიან საინტერესო ამბებია და მე მოუწოდებ ყველას 13 დეკემბრიდან, ვისაც აქვს სურვილი, დროულად შეიძინოს ბილეთები იმისთვის, რომ დაესწრონ აი ამ შესანიშნავი ფილმების ჩვენებებს 13-დან 16 დეკემბრის ჩათვლით, ხო, 17 დეკემბრამდე სულ 4 დღეა პრინციპში. ძალიან საინტერესო და დატვირთული ფილმების ჩვენება გაიმართება გრანდ მოლში, კავეა კინოთეატრ კავეაში და შეგიძლიათ იყოთ თანაზიარი აი ამ საოცარი კულტურული მოვლენის. წარმატებები. დიდი მადლობა. გისურვოთ და გისურვოთ გამძლეობა და მომავალ წელს გაცილებით უფრო ფართო ძველებულ ფორმატში და ისევ სტანდარტულ ფორმატს ვიარ. აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის ფესტივალი, რომელიც მართლა ამშვენებს ქალაქს და რომელიც მართლა სჭირდება ქალაქს. დიდი მადლობა ზვიადელიზიანთან საუბრობდით საავტორო ფილმების კინოფესტივალის შესახებ. ახლა კი შეგახსენებთ ერთ მომენტს წინა გადაცემაში ჩვენ საუბრობდით კომპოზიტორ იოსებ ბარდანაშვილის ოპერის ევას პრემიერის შესახებ. ახლა კი შეგვიძლია ვნახოთ ინტერვიუ კომპოზიტორ სოსო ბარდანაშვილთან. მე გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე საუკეთესო სურვილებით. ეს არის გარკვეული გზა. გზა არის მოძრაობა, გზა არის გამოცდა. მოხეტიალე სული, მოხეტიალე ვარსკვლავები, კი ბატონო, საერთოდ ჩემი თემაა მოხეტიალე. საერთოდ ებრაელობას უხეტიალობს.
გამოსვლათა, ხო? აი, სულ გზაში ვართ, ხო? იქ საერთოდ იდეა იყო 38 წუთიანი სიმფონია, რომ აი მოდის ერი, ეს უდაბნოში და რაღაცა ყალიბდება და რაღაც ბოლო რაღაცამდე მოდიან და მიაღწევენ, ხო? მე დავწერე ოპერა მოხეტიალე ვარსკვლავები. ესე იგი დაახლოებით 10 წელი 75-დან ამაში იყო როკ ოპერა, როკ ბალეტი, ბევრი რამე, მაგრამ ძირითადი ხაზი, რომელიც მეორე ხაზს უძახეთ ჩემს, ხო, ასეთ უფრო კლასიკურ ხაზს, იყო სწორედ აი ჩემი გამოცდა, დავწერე საველინო კონცერტი ლიანე ესაკაძესთვის, თქვა სერენადა კონცერტი, დავწერე კვარტეტისთვის, თქვა ჩემი პირველი კვარტეტი, რომელიც ტანგოდან იწყება და ბოლოს მალერისა და რაღაც ებრაული ლოცვით თავდება. აი ეს იყო ამოცანა. ეს გზა ჩემთვის აღმოჩნდა, ვინც გადამარჩინა რეალურად როგორც კომპოზიტორი. მე წერდი მუსიკას მანამდე როგორც სტუდენტი, შოსტაკოვიჩის, ბერიოს, თქვა და ბულეზის სტილში, ჩუმად წერდი ჩემთვის და შურა შავერზაშვილის წერდი შოსტაკოვიჩის სტილში, თქვა სონატა, სავიოლინო საფრთხე სონატა, თქვა. შურა ძალიან მოწონდა ეს ყველაფერი და ძალიან, მაგრამ ჩემი სადიპლომო იყო კვინტეტი, სადაც ორი ნაწილი იყო სრულიად განსხვავებული ენით, პირველი და მესამე. შუაში იყო ხალხური ფოლკლორის რაღაც ეპიზოდი და გიაყანჩელმა დაწერა, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო კამერული ნაწარმოები, რომელიც დაწერილა საქართველოში აი ამ ბოლო პერიოდშიო. ესე იგი სწორედ ეს მოიწონა, რომ ცოტა სხვაგანაც გავიხედე. და ამის მერე ქონდა ჩემამდე ძალიან განსაკუთრებული ინტერესი, ვთქვათ, გიას, არა მარტო გიას, ბიძინა კვერნაძეს. ბიჭო რა მაგარია, ბიჭო, ხო იცით ჩვენ ახლა ასე ვლაპარაკობთ, მაგრამ ასე საუბრობდით, ძალიან ძმაკაცური, მეგობრული საუბარი იყო. და მაშინ მივხვდი, რომ მე ჩემი გზა უნდა მოვნახო, რა არის ეს ჩემი გზა ძალიან ძნელია. ამიტომ თქვი ესეთ რაღაცა, მე ავიღებ კლასიკურ ფორმას, ვთქვათ, სონატურ ფორმას, ყოველთვის ბოლოს იქნება რაღაც ლოცვა. მე ვწერ, ვთქვათ, სონატას საფორტეპიანოს რამოს სტილში, ან ვთქვათ, კუპერენის სტილში, მაქვს ესეთ საფორტეპიანო მეორე სონატა, რომელიც ძალიან ცნობილია. იწყება როგორც ფაქტურა, ვთქვათ, ჩვეულებრივი, აი თუ ბაროკოსი ოტარე და ძალიან ბაროკაა. მაგრამ ბოლოს კი ეს მოდის და თანაც ორხმიანობაა ყოველთვის როგორც არის, ვთქვათ, როგორც უნდა იყოს ხო პერსელთან დაიმატა, ხო? ეს ორხმიანობაა, მაგრამ ძალიან ფართო დიაპაზონის ორხმიანობაა, მაგრამ ბოლოს ეს ყველაფერი მოდის ლოცვამდე. აი 95-დან იწყება სრულიად ახალი ჩემი ხაზი 85-მდე, რომელიც ასევე დიდი ოპერით თავდება. 2005-მდე, რომელიც დიდი ოპერით თავდება. აი რო შეხედო იმ გზას, ის ძალიან საინტერესოა. იქ რო ჩავედი, მივხვდი სულიერება აკლია ებრაულ კლასიკურ მუსიკას, რომელიც პრინციპში რაღაცნაირად გაიქცენ და წავიდნენ ევროპისკენ, თანამედროვეობისკენ და მე დავწერე იქა ჩემი მახსოვს, ესე იგი ღვთისშვილები, ხო? სამი განყოფილებიანი უშუალო ნაწარმოებია, ხო? და იმას უდიდეს წარმატება ჰქონდა, ამან მომიტანა იხედეს, ვთქვათ. მე მივიღე ოპერის დაკვეთა, რომელიც ხეტიალზეა, მოგზაურობა 1000 ლეულის მიჯნაზე. ამათ შორის არის ბემეტას 4 დაკვეთა კიდე. საფლეიტის კონცერტი, ჩელოს კონცერტი და ყველა სწორედ იგივე პრინციპზე აწყობილი. ოღონდ უკვე თავისუფალი ვარ იმენაიდან ისრაელმა მომცა საშუალება ჩემი ენა მუსიკალური ყოფილიყო თამამი თავისუფალი. მე ჩემთას მივეცი უფლება. ზოგი არის ძალიან მოდერნი, ზოგი არის ძალიან ასე ვთქვათ, თვითონ კლასიკური და ასე შემდეგ. აი ესე იყალიბდება ეს ჩემი გზა.
მე ერთი ნაწარმოების ამ ბოლო ჩემ და საბედნიეროდ ან საუბედუროდ, ზოგჯერ საუბედუროდ შეიძლება არ ვიცი. არ დამიწერია ჩემი სურვილით. ყველა იყო დაკვეთა. წარმატებული კომპოზიტორი ვარ, და სად არის სურვილი ამ დროს მაშინ? აი აქ არის თქვა გიკვეთავენ ნაწარმოებს ზუბინი მეტა მეუნება, მინდა ნაწარმოები შენი, რომ იყოს ეს მე მივდივარ მეფშვიდობები ორკესტრ და მინდა რაღაც რო დავიწერო, ოღონდ იყოს ქართველი მომღერალი, თქვა რაჭველიშვილი, იმიტომ რომ მიყვარს მოვისმენე ერთად ვიმღერეთ ცხინვალე მეცო-სოპრანო. იქ რაღაც მოხდა მე მან არ შეძლო, მაგრამ ნუ მაინც ქართველი მომღერალი მოიწვიეს, თქვა ხო, დემორიშვილი, პარტია დემორიშვილი. მაგრამ აი ეს იყო სურვილი, არ უთქვია მე მინდა 5 ნაწილიანი, 6 ნაწილიანი. მე დავიწყე როგორც კომპოზიტორმა ფიქრი, ისევ გზა. მე ხო ჩამოვიდე საქართველოსდან. წუთის სოფელი რა არის, აგორებული ქვა არის, ამით ვიწყებ ამას. შემდეგ პონდის შექსპირი ინგლისურ ენაზე 64-66 სონეტი, რო ამ ცხოვრებაში ყველაფერი უნიჭო კაცი, უნიჭიერი გახდა, არა მომღერალი მღერის, არა კურნალი მკურნალობს, მაგრამ ვერ დაგტოვებ შენ ჩემო საყვარელო ძვირფასო, ვინაიდან შენ მარტო აქ, ესე იგი. ამის შემდეგ მოდის ისე ებრაული თქვა ადამის ტექსტია თქო. ამის შემდეგ მოდის კიდევ ებრაელების ხედვა რა არის სიკვდილი ტიპი, სიკვდილის ტიპი, კარგი და ცუდი თქო. ამის შემდეგ მოდის თქვა რომ გადავიდე და გავაგზავნე, მოდის ესე იგი საერთოდ ახალი იაპონური ფილოსოფიური ხედვა, რომ ხელოვანი არის როგორც მზე. თუ ხელოვანმა არ გააკეთა ის რაც მან უნდა მოიტანოს და არის ბოლოს ზარატრუსტა, რატო ზარატრუსტა? სწორედ ზუბინ მეტა ზარატრუსტას აქვს თქო თემის გამძლებელი, ოღონდ ინდოეთში, ხო, ისინი გამოიქცენ იქიდან, სპარსეთიდან. აი ნახე რამ ხელა ხედვა, ხო? ისევ გერმანიაში, ისევ ლუბეკში ვიყავი, მე იქიდან ვიყავი, რა თქმა უნდა, ჰამბურგში. მათი დაკვეთა იყო ფესტივალზე, რომ დავწერო ნაწარმოები, რომელიც იდეა რა იყო, რომ პუბლიკა ზის დახუჭული თვალებით, ესე იგი გაკეთებული აქვს, ასე ვთქვათ, თვალზე აფარებული აქვს ნაჭერი ან ისაც ფლავში ხშირად ვიყენებთ, ხო? და პუბლიკა განლაგებულია ძალიან უცნაურად, არა ისე როგორც ტრადიციულად დირიჟორს ასე ხედავ, ასე ვთქვათ პროფილიზიან ორკესტრთან. თანაც ორკესტრიც გაყოფილია. ერთი არის იქა, მეორე არის აქა, განაწილებული ანტიფონის თამაში ასეთი. და იდეა იყო, რომ ყურით უნდა მიხვდეს, შენთან სხვანაირად ისმის, იმ მეგობართან სხვანაირად ისმის, ვინც ცოტა ახლუზის იმასთან ისმის, ის რაც დომინანტური და ეს შორიდან, ამ პირიქით ამათ ესმით ის შორიდან და ეს არის დომინანტური. საკმაოდ საფლაფორთო დასაწერი იყო. ჩავედი და დაუკრეს 1000 კაცი იყო დარბაზში, ესე იგი, სცენა იყო შუაში. იქ შესრულდა თქვა მოცარტის სერენადა, ცნობილი, ღამის სერენადებიდან დაიწყეს გარედან დავკრა, საერთოდ. შორიდან რაღაც ისმის. არის ის კონკრეტულად რაღაცას ხვდები, უფრო იძაბები და გესმის მთელი მუსიკა. მე აქედან შემოდიან კარებიდან, მე იმ კარებიდან შემოდიან, თანაც შემოდიან ნასკევით, რომ ხმაური არ იყოს, ხო? ხო, იცი რა. აი ეს არის ფესტივალი. 2 საათია მუსიკა, რუმინული, ბულგარული, თურქული, მე უნიჭიერესი მუსიკოსები, მათ ხალხური მუსიკოსები უკრაია. პარდანაშვილის პატარა ლოცვა სამწუთიანი. მაგრამ ერთი უნდა დავუმატო, იმიტომ რომ გრთავს ვიქებ. მომწერეს ესე იგი Deutsche Grammophon-მა გამოცახა ეს დისკი. ჯერ არ მიმიღია, მაგრამ მივიღებ. იქ მომწერა რომ იცი თქვენი 3 წუთი ღირს კონცერტად ვეით. ლოცვა ჩუმი ძალიან, რაღაც სამწუთიანი ხო? ფრთეულ მადლისაო, სახებაო, შარავანდისაო, ასე ჯამალ აჯაშვილის ნათარგმნია ხო? ბათუმი ჩემი ქალაქია. სწორედ ეს არის, რაღაცებს შენ გადადებ უკან, იმიტომ რომ არ შეგიშალოს ხელი აი ნორმალურ ცხოვრებაში, შეგაქვს შენი რიტმი, შენი ცხოვრება. ბათუმი როგორ არ მენატრება. მაგრამ მაშინაც თქვი, მე არ მაქვს ნოსტალგია, იმ გაგებით ნოსტალგია, რომ გავგიჟდე დავიგდო ლოგინზე, დივანზე და ვიბღაულო ვიტირო, არა პირიქით მე ჩავკედე ეს ჩემი ნოსტალგია. ეს იღვიძებს გარკვეულ ჩემს ფანტაზირებაში, ეს იღვიძებს გარკვეულ სურვილში მივესალმო ამ მოვეფერო ვიღაცას, კაი, ეს არის. ამიტომ ხელოვანი კაცი ობიექტურად ასე ცხოვრობს, ჩვენ ხო ძირითადში წარმოდგენითი
ელემენტებიდან შემდგენ მე წარმოვიდგენ ამას, წარმოვიდგენ რა არის სიმფონია, ნოტების ბგერების გაფანტული ბგერების რაღაც თანმიმდევრობა, მაგრამ არის რაღაცა აზრი, იმას დროს უკან არის რაღაცა პოზიცია მოქალაქეობრივი, მოქალაქის მე კიდევ რაღაცა არის ტრადიცია, ნოსტალგია. თქვა, ჩემი მესამე სიმფონია ძალიან ნოსტალგიური სიმფონიაა, თქვა, ზუბინ ბატონიშვილის შეასრულა რა. იქ ბოლოს კიდეც თქვი ტექსტში, რომ აი ბათუმის ბაღში რომ მივდიოდი, ბათუმის ჩვენ ბულვარს ვუძახდით, მაშინ მივდიოდი, იქ სასულე ორკესტრი უკრავდა ჯარისკაცები, სამხედრო პოლკის ორკესტრი. საშინელი, ესე იგი ატონალური შესრულება, ყველა ლოთი იყო. მაგრამ ჩემში ის იწვევდა რაღაც საოცარ ზნობებს, აი ადამიანებს. ისე მიხარდა რომ მივდიოდი ბუმ ბუმ პომ პა პა პომ პა პა. იცი ეს მომწონდა. რი რომ მივდიოდი ბუმ ბუმ არის უკვე მელოდია და ის როგორ ხელს სულ მირბოდი. მამაჩემ სამდენ ხარ რომ მოიცადე, მივალ. უკვე მირბოდი რომ მომისმენ და შემეხედა ამ ლოთებისთვის ობიექტურად, ხო? და ეს არის სწორედ იქ ჩემ მუსიკაში. ფინალი ამითავდა. რაღაც უცნაური ვალსით ძალიან შორეული რაღაც კლასტერები ჩამოდიან და იმაში რაღაც ვალსი ისმის რომელიც იკარგება ისმის მე რაბინის ლოცვა აშკენაზი რომელიც ამბობს რომ აი რატო ანთებენ სანთლებს თქვა და იბადება რაღაც ილუზია რაღაც უცნაური სამყაროს ესაბამება სწორედ ჩემი სამყარო რომელიც მოდელზე ჩაკეტილი იყო და მე გავაღვიძე და მოიყვანეს თქვა აი ამ სოციალურ რეალობაში